მოგესალმებით თქვენ უყურებთ აჭარათა MC-ს პირდაპირ ეთერს. თქვენ კადრში ხედავთ, ცოტა ხანში დაიწყება ბათუმის საკრებულოს ხდომა და ვიდრე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელებენ, მანამდე ჩვენ ვიცით, რომ ტრადიციის ამებრ გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ვიდრე საკრებულოს ხდომა დაიწყება, მანამდე გეტყვით, რომ ხდომას არ ესწრება ოპოზიცია, საუბარი არის ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, ასევე ახლების წევრებზე და გახარიას საქართველოსთვის წევრიც არ ესწრება ამ საკრებულოს ხდომას. ერთადერთი ვინც დღევანდელ ხდომას ესწრება, ეს არის ვაჟა დარჩია ლელოდან, რომელიც სავარაუდოდ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, რომელსაც ცხადია პირდაპირ ეთერში მოგესმენინებთ. სავარაუდოდ პოლიტიკური განცხადებები შეეხება ოცნების ქალაქში მომხდარ ფაქტს, ასევე სავარაუდოდ ისაუბრებენ ბათუმში თოვლის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე არ იწმინდებოდა საავტომობილო გზა, ასევე არ მოძრაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეისათვის უკვე გზები გაწმენდილია და მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც მუშაობა განაახლა. ჩვენ შეგვიძლია უკვე მოусმინოთ საკრებულოს ხდომას, რომელიც ეს წუთია დაიწყო. გაცნობებთ, რომ საკრებულოს ხდომის ოქმის საწარმოებლად მიმდინარეობს საკრებულოს ხდომის აუდიო ჩაწერა. კოლეგებო, დარიგებული გაქვთ დღის წესრიგი. დღის წესრიგთან გათვალისწინებულია 11 საკითხი. დღის წესრიგთან დაკავშირებით პროცედურულ საკითხებზე თუ გაქვთ წინადადება გისმენთ. არ გაქვთ. გთხოვთ უყაროთ კენჭი დღის წესრიგს. მომხრე? წინააღმდეგი? მადლობთ. სანამ დავიწყებდით საკითხების განხილვა, შეგიძლიათ გააგრძელოთ მოკლე განცხადებები. მანამდე მინდა გთხოვოთ არა ერთი წამით ხო კი მინდა რომ ამ წურა ხარება გამოვთქვა რამოდენიმე დღის წინ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე მსხვერპლა და თანაუგრძნო მათ ოჯახებს. ხალხს ვთხოვთ პატივი მივაგოთ წუთიერი. მოგესალმებით კოლეგებო, მინდა დავიწყო მადლიერების სიტყვებით და აღნიშნო, რომ ესეთი სტიქია, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში დაადგა თავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მათ შორის აჭარას და ჩვენს მშობლიურ ქალაქ ბათუმს, არის ძალიან იშვიათი. ამასთან მინდა აღნიშნო, რომ დამერწმუნეთ და ალბათ დამეთანხმება თითოეული თქვენთაგანი, რომ ნებისმიერი ჩვენზე გაცილებით უფრო განვითარებული და ეკონომიკურად უფრო ძლიერი სახელმწიფოთვისაც კი იქნებოდა ძალიან სერიოზული გამოწვევა და პრობლემა ანალოგიური სტიქია და როგორ გაუმკლავდებოდნენ ისინი ასეთ სტიქიას და როგორ შეხვდებოდნენ მომზადებულები, ალბათ რთული საქმეა. რომ არა ჩვენი მერის ხელმძღვანელობის ბატონი არჩილის, ბატონი ნუკრის, თითოეული სამსახურის უფროსის და თითოეული სამსახურის ერთ-ერთ კომენტარში ვახსენე და დავწერე, რომ ქალაქ ბათუმის მერი დაწყებული უბრალოდ ბოლო მეეზობით დასრულებული ყველა 24 საათიან რეჟიმში იდგა და აკეთებდა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს იმისთვის, რომ ჩვენ გაცილებით უფრო დიდი და ბევრი უბედური შემთხვევა, ტრაგედია, საშინელება არ მოშორებინა თავიდან და მადლობთ, რომ ამ ერთიანი ძალისხმევით ერთმოსტად შეკროლმა მერის გუნდმა შეძლო და უზრუნველყო ის, რომ მაქსიმალურად იქნა თავიდან აცილებული სხვა დიდი ძალიან ცუდი ავარიები და ძალიან ცუდი უბედური შემთხვევები.
მე კეთს ვიხრი ბათუმის მერის სამსახურების წინაშე და მადლობას ვეუბნები მათ ამ კაცეული სამსახურისათვის. ალბათ შემომიერთდებით კოლეგები აი ამ და ერთიანი სულისკვეთება იქნება ამ კუთხით. ეხლა უკვე იცით რომ ხვალიდან ამინდები გამოსწორდება და უკვე ეს თოვლის დადნება და ეს სტიქია დარჩება როგორც ერთ მუშტად შეგრული გუნდის ერთიანი ძალისხმევით გადატანილი, ძალიან რბილად გადატანილი სტიქიური მოვლენა. მადლობთ. მოგესალმებით ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. მეც მინდა აღნიშნო და შევერთდე მსგავსი განცხადება გავაკეთო. მადლობა მინდა გადავხადო საქართველოს ხელისუფლებას, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ყველა ადამიანს, ვინც გამოვიდა და ვინც ებრძოდა სტიქიას, ესე ვთქვათ, 24 საათიან რეჟიმში ვხედავდით 5-6 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ხამის 5 საათზე, ამთენიოს 7 საათზე, მთელი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და არ დაუზოგავთ ენერგია შრომისთვის და მადლობა მათ ყველას აბსოლუტურად. იმ ხალხს მოქალაქეებს, შეგნებულ მოქალაქეებს, რომლებიც მეტნაკლებად რაღაცა თავის ეზო მიდამოს წმინდავდნენ და აკეთებდნენ ამ საქმეს. და ძალიან რთული იყო სიტუაციაში ყურება და ნახვა იმისი, რომ სოციალურ ქსელში ბევრს წააწყდებოდი რაღაცა სალანძღავ განცხადებებს და სიტყვებს. ამ კლავიატურის ლომებს, ესე ვთქვათ, კლავიატურასთან ჯდომის მაგვრად თითო მუჭი თოვლი გადაეყარათ თავს საკუთარი მანქანებიდან, ეზოდან, ხეებიდან, სადარბაზოებიდან, უფრო მეტი საქმე გაკეთებოდა და უფრო კარგად იქნებოდა საქმე და დარწმუნებული ვარ და ასე რომ ვერანაირად ვერ მივიღებ მათ შენიშვნას და მადლობა ყველას აბსოლუტურად, ვინც ჩართული იყო ამ სამუშაოებში. მოგესალმებით. მეც მინდა სტიქიასთან დაკავშირებით ორი სიტყვა ვთქვა. პირველ რიგში დიდი მადლობა მერს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა იმისათვის, რომ დილით მოწესრიგებული ყოფილიყო შედარებით ქუჩები. საბედნიეროდ და მადლობა მათ, რომ არც ერთი საავადმყოფოს მისასვლელი გზა, არც ერთი პურის ქარხნის მისასვლელი გზები არ იყო დაკეტილი, ყველა მოძრაობდა, არ იყო შეფერხება, ამისათვის დიდი მადლობა. იყო წუხილი ელემენტარული კომფორტი არ ქონდა ხალხს, მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამისათვის ილანძღებოდა ზოგიერთები სოციალურ ქსელში. მათ მინდა უთხრა, რომ თქვამდე რატო არ იყიდეს ეს, წინააღმდეგი ვიქნები, რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ ჩვენ 10 და 20 მილიონიანი ტექნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილა და კიდე მისი შენახვისათვის ვიხადოთ ხარჯები. ეს არის არასწორი, ამას ყველა აუდიტი დაგიწერს, ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რასაც ვაკეთებთ ჩვენ. დანარჩენ დღეში იყო გასუფთავებული ქუჩები, ძირითადი ქუჩებზე მაქვს საუბარი და მოძრაობდა ის ტრანსპორტი, რომელიც აუცილებელია ამ დროს სტიქიის დროს იმოძრაობს. გამოდიოდა ზოგი, იცით რაც ხდებოდა ქალაქში. ძალიან წუხილი მინდა ვთქვა, რომ ბათუმში რაღაც 1% იმ კომერციული ადგილებისა, რომელიც ტროტუარებთან არის განლაგებული, რა 1% მათ თუ გაასუფთავა მის წინ ტროტუარი. 1% ქალაქის მიდამოში. ეს არის წუხილი, რა მე მგონი მათი ქალაქია, ისინი შეუვლობენ იქ ფულს და ხანდახან უნდა დადგნენ. მე უცხოეთში, როგორც ვიცი, პასუხისმგებლობა ამერიკა აქვს ჩვენი მაგალითი და ამერიკაში ძალიან დიდი ჯარიმა გაბედე და შენ წინ ტროტუარი არ გაწმინდა თოვლის დროს. ძალიან დიდი ჯარიმა და იქ თუ კიდე ვიღაცამ ფეხი მოიტეხა რაღაცა, იმ მაღაზიის მეპატრონეს ან კომერციული ადგილის მეპატრონეს სერიოზული სასამართლო დავები ექნება და კომპენსაციები ექნება გადასახდელი. ეს უბრალოდ მოწოდებაა და წუხილია. ჩემ მეზობლებთან არის, ჩემ მეზობლები ყველა გამოვიდა ხეების დაფერთხეს და ბილიკების გააკეთეს მადლობა. ნინო ისმე. მოგესალმებით ბატონ თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო. ეს დღეები მახსენდებოდა რედაქციაში ერთი ძალიან კარგი ადამიანი მუშაობდა,
აც გარდაცვლილი სერგო კაკაურიძე, რომელიც გვასწავლიდა, რომ აი ძალიან მარტივი არის ცუდის თქმა, ცუდის დაწერა, არის ძალიან მარტივი, კარგი წერა, ცოტა რთულია. და რო უყურებ სოციალურ ქსელში ამდენი ჩასაფრებულის პოზიციიდან ყველაზე ადვილი და მარტივია მსჯელობაც, წერაც და დავით მით უფრო სიტყვაში მოკალათებულ ადამიანს ემარტივება და ეიოლება რაღაც აქტივობების დაგეგმვა. თავისას შვება მაინც. ეხლა რაც შეეხება, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ ჩვენი ქალაქელებისთვის უნდა გავაკეთოთ განცხადებები და არ შემიძლია არ ავღნიშნო ბოლო სულ ახლახან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოსცა შესაბამისი ბრძანებაც რის საფუძველზეც ონკოპაციენტები, რომლებიც ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის თუ სხიური თერაპიის ჩატარების წინ გარკვეულ სამედიცინო მომსახურებას იტარებდა, იქ იყო რაღაც ანალიზების გარკვეული ჩამონათვალი, რომელსაც თავად ანაზღაურებდნენ და უკვე ამ წინა პერიოდში, მკურნალობის დაწყების წინა პერიოდში სახელმწიფო სრულად აუნაზღაურებს მათ ამ მომსახურებას და აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ გვახსოვს და ვერაზოს ვერ დაივიწყებს ადამიანები, როცა გააჟღერა ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომ ონკოპაციენტებისთვის და ონკომიმართულებით გადახდილი თანხები, ეს იყო შავ ხვრელში ჩაყრილი თანხები, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები და აქვე ბათუმელებს მინდა მოუწოდო, რომ ბათუმის მერიას, გარდა იმისა, რომ არის საქართველოს სკრინინგ პროგრამა, ბათუმის მერია დამატებით შესაძლებლობას აძლევს ჩვენს თანაქალაქელებს ავადობის ადრეულად გამოვლენის მიზნით ჩაიტარონ სკრინინგ პროგრამები და ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქალაქში რამდენიმე წელია, დიდი ხანი არა, ბოლო 3-4 წელია ხორციელდება ფილტვის კიბოს სკრინინგი და ყველა სხვა სკრინინგებთან დამატებით ხორციელდება ფილტვის კიბოს სკრინინგი და მოუწოდებ მოქალაქეებს იყვნენ მეტად ჩართულები ამ პროგრამაში, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და მეტად გვექნება შესაძლებლობა დროულად აღმოიფხვრას პრობლემა. მადლობა. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას. მეც არ ჩამოვჭერე ბატონს და მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ არჩილჩიკოვანს ამ გატარებული დღეებისთვის და ამ სამუშაოებისთვის, რაც გაწია მერიის გუნდმა. ასევე ყველა იმ მოხალისეს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ჩემთან ერთად ახალგაზრდები და მგონია რომ მაგალითი მივეცით სხვა ახალგაზრდებს, რომ მსგავსი სტიქიის დროს, მსგავსი უამინდობის დროს ვიდგეთ ერთად მდგრად და მივხედოთ ჩვენს ქალაქს, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის ქალაქის ზრუნვა, ეს ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა და ველოდი ისე სხვა ოპოზიციური პარტიების პიროვნების ჩართვას ამ უამინდობის წინააღმდეგ, ამ სტიქიების წინააღმდეგ და უფრო მეტად მოხარული ვიქნებოდი, რომ ჩვენთან ერთად ჩართული ყოფილიყო და როცა სტიქიას ეხება, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. მადლობა ყურადღებისთვის. ნერიმას დაუთმოთ და ვაჟამერიშა. არა, ხო, კი რა მნიშვნელობა აქვს? არა, ხო, არ აქვს მნიშვნელობა, მეც კიდე მინდა გამოვხატო დიდი მადლობა ჩვენი სამსახურების მიმართ. მიუჩვეველი ვარ ჩვენ ამ თოვს და პრობლემა იყო არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოში. მაღალმთიანეთში მიჩვეულები არიან ალბათ ჩვენი მოსახლეობა, ვლაპარაკობთ ამაზე ბატონო ირაკლი და ჯერჯერობით ყველაფერი მიდის კარგად ჩვენი მოსახლეობის ძალისხმევით და რა თქმა უნდა ხელისუფლების დახმარებით. რაც შეეხება გურიას და იქით ამ მხარეს მთავრობა ხელისუფლება არის მათი გვერდით და ფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში ყველაფერი გააკეთა ჩვენმა მერმა და მერის სამსახურებმა, რომ პრობლემა გადაწყვეტილიყო ეტაპობრივად. მაშინ როცა თოვლი ჩვენთან არის 10-15 წელიწადში
ერთხელ ასეთი თოვლიანობა პრინციპში ამის მეტი დაგეგმარება უკვე ალბათ შეუძლებელი იყო და თუ ალბათ თოვს მივეჩვევით 3 წელიწადში ერთხელ უკეთესი შესაძლებლობები გვექნება რომ გავუკლავდეთ თოვს. მე მინდა მოსახლეობას უთხრა მადლობა ის ვინც იყო და პირველ რიგში რა თქმა უნდა თავიანთი სახლის წინ იყო თუ მათი ობიექტის წინ იყო რომელმაც გაწმინდეს მიიღეს მონაწილეობა აი ამ დიდთოვლობასთან ბრძოლაში და მინდა ვთქვა რომ სამეცნიერო პერსონალი ძალიან აქტიურად დაუდგა გვერდში თავის მოსახლეობას ჩვენი მინისტრი ნინო ნიჟარაძე იყო ყველა სამეცნიერო დაწესებულებაში და თავიანთი ძალებით ეხმარებოდნენ იმას მერიის სამსახურებს რომ მათთან სამეცნიერო დაწესებულებასთან მისასვლელი გზა გაწმენდილიყო და მართლაც ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა. და კიდევ ერთხელ მინდა გადაუხადო მადლობა ჩვენს მერის სამსახურებს იმ დიდი ბრძოლისათვის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში დღე და ღამე ისინი აწარმოებენ და არიან გარეთ, რომ მათი მოვალეობა კარგად შეასრულონ. მადლობა. მოგესალმებით. სათქმელი თითქმის ყველაფერი ითქვა, მაგრამ მე მინდა მადლობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ. პირადად მე ვიყავი სამუშაო ჯგუფში ჩართული და კარგად ვიცი, ვინ რას აკეთებდა. ყველა მერიის სამსახურები იყო ეს სანდასუთაების ბიჭები, ბათუმის წყლის ბიჭები, მუნიციპალური ინსპექციის ბიჭები, კეთილმოწყობის ბიჭები, ყველა ეს მერიის სამსახურები მთელი ხამეები, ჯანმრთელობის, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ხამეები ათენებდნენ თავისი ჯანმრთელობის ფასად, რომ კომფორტი ყოფილიყო ქალაქში და გადაადგილება ყოფილიყო შესაძლებელი. მინდა მადლობა უთხრა ყველა სახელმწიფო სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულოს, სამაშველოს და რა ვიცი, მოკლედ პატრიარქის სიტყვები მაინც ვიცოდეთ, რომ გჯეროდეს, რომ უმადურობა არის ყველაზე დიდი ცოდვა, უმძიმესი ცოდვა ქვეყანაზე და ვიქნებით უმადურები, მადლობა უთხრათ ყველა თითოეულ მათგანს და წარმატებები უსურვოთ ჩვენ ქალაქს მომავალში. მადლობა. ვაჟაკის მოგესალმებით. პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყებ მწუხარებით ბევრი ცუდი ფაქტი მოხდა ჩვენი წინასხდომის შემდეგ, მათ შორის ბათუმში დაიღუპა 2 არასრულწლოვანი და ეს მთელი ქვეყნისთვის ტრაგიკული ამბავი იყო. გარდა ამისა, ქალბატონმა ნერიმანმა გურიაში ყველაფერი კარგად იქნება, როცა თქვა ვერ არის სამწუხაროდ ყველაფერი კარგად. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება, რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია, მათ შორის აჭარაშიც, ქობულეთშიც, მთიან მუნიციპალიტეტებშიც ეძებენ ადამიანებს და ეს არ არის კარგად ყოფნა და როგორც ბატონმა მინისტრმა თქვა, ოცნების ქალაქში მშვიდობა უნდა იყოს, არ არის ეს მშვიდობა ხალხო, იმიტომ რომ ადამიანები იღუპებიან და მერე გვინდა რომ ჩვენ მშვიდობა იყოს და ამ ოჯახებისთვის ეს მშვიდობა ვერ იქნება. ეხლა რაც შეეხება იმ პრობლემებს, თქვენ რომ მადლობებზე ისაუბრეთ, მე მოგიყვებით ეხლა პრობლემებს, რა პრობლემები მოიტანა ამ ყველაფერმა და ბატონი ზურას მგონი ძალიან არასწორმა განცხადება 4 წელიწადში ერთხელ დამჭირდეს რაღაცა და იმაში ფული რანაირად გადავიხადო, მე მგონი ცოტა არასწორია ამაზე ლაპარაკი. ეხლა მე მოგიყვებით სტანდარტებს, რა უნდა ხდებოდეს და რა ხდებოდა, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვიყავი ფაქტობრივად გადავაადგილდებოდი გარეთ და პირველი პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა უსაფრთხოების მიმართულებით ამ სტიქიის დროს იყო ის, რომ თითქმის არც ერთ ტერიტორიაზე არ იყო გავლებული ლენტი, რომელიც დააზღვევდა ფეხით მოსიარულე ადამიანებს იმ მშენებლობებიდან, იმ ქაოტური მშენებლობებიდან, რომლებზეც არაერთხელ მისაუბრია, გავლებული იყო ლენტი და ადამიანებს არ დასცემოდათ თავზე ის ძალიან დიდი გაყინული თოვლის მასა, რამაც პრობლემები შექმნა არაერთხელ. იმიტომ რომ ესეთი ფაქტები იყო და ძალიან ბევრ ადამიანს ეს დაემართა. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, გაწმენდით სამუშაოები დღემდე ცენტრალურ ქუჩებზე არის პრობლემური. ძალიან პრობლემური, მათ შორის ხოფის დასახლებაზე, ეგრეთ წოდებულ სტეფანოვკის დასახლებაზე, მათ შორის პიუზაოძე, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ძალიან დიდი ადამიანების მობილობა არსებობს. არა, მაინტერესებს თუ მინდია სულ არ შეიძლება მეჭრებოდეს სიტყვაში. ეს ადამიანი იქ და
შენ რო არ დაგენახები არის იმინდია? შენ რო არ დაგენახები არის? შენ რანაირად დაგენახები ახლა სამუშაო ჯგუფში? შენ და რიჩარდი რო იყავით იქ მე ვერ ვიქნებოდი, ან თუ ვიქნებოდი მაინც არ გამაშუქებდნენ და ახლა იმედი მე არ მაშუქებ. იქ იყავი, დავასრულე და არ მოწონდათ იქ იყავი, ანუ ეგეთ ხარ. არ ვიცი ახლა შენ რო იყავი იქ მე არ ვიქნებოდი. დავასრულე ბიჭო და მე ილაპარაკე. ბიჭო და ისე ცოტა ჟარგონები იქით იყო. ჟარგონები შენი მოგონილი არა, გაგიკვირდა ახლა. ცოტა მოევა. დამასრულებინეთ სიტყვა და რაც გინდა ილაპარაკე. შეურაცხყოფას მოაყენებთ ერთმანეთს. ამის მე მინდოდა გაწმენდითი სამუშაოებია და ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უქმე დღეები არ გამოცხადებულა ხალხო. ადამიანები ყოველდღიურად იყვნენ ჩართული სამუშაოებში და ვერ შევძელით 4 დღის განმავლობაში ის, რომ რაღაცნაირად მობილიზება გაგვეკეთებინა იმას, რომ ქალაქში ტრანსპორტს ევლო. ყველაფერი უნდა გადაგვედო იმისთვის და ადამიანებს ყოველდღიური ლუკმისთვის, რომ ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება ქონოდა, ეს უნდა ყოფილიყო მერიის ნომერ პირველი ვალდებულება. მაგრამ 80 ერთეული ის მუშაობდაო, რო ვამბობთ, 80 ერთეული რო ვერ იმუშავებდა, ეს ხო კარგად ვიცით. ეს რო ტყუილია, ხო ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ 80 ერთეული ტექნიკა ბათუმს ფიზიკურად არ ყავს ირაკლი. არც ერთი დათვლით არ ყავს 80 ერთეული ტექნიკა ბათუმს. სადათვალე, რა სტატისტიკა გაქვს, არა, არასდროს არ ყოლია, როცა ინფორმაცია გამოვიტყოვე. როცა ინფორმაცია გამოვიტყოვე, არასდროს არ ყოლია 80 ერთეული ტექნიკა. მოურჩები და მე მიპასუხეთ ძალიან. კერძო კომპანიებიდანაც ჰქონდათ ნაკი 80 ერთეული ტექნიკა ქალაქში არ მუშაობდა. 80 არ აწყობილა, 70 იყო გაჟღერებული და ნუიტყუები. მოდი ეხლა ვნახოთ რამდენი იყო. და ამშვიდე. ხო და ამოვიგოთ და ვნახოთ რამდენი იყო კაცო. ერთეულზე იყო, რაღაც კიდე სხვადასხვა სპეცტექნიკაზე იყო. 80 ერთეულზე იყო და ამოვიგოთ. ამოვიგოთ და დამასრულებინეთ სიტყვა. უსაფრთხოების ნორმებზე რომ ვლაპარაკობ, უსაფრთხოების ნორმები კი არა, მუნიციპალური ინსპექცია ამ ქალაქში არის დასაკეტი. თავის საქმეს საერთოდ ვერ აკეთებს. იმ ტრაგედიაზე, რასაც ვილაპარაკებ, მუნიციპალური ინსპექციის პასუხისმგებლობა იყო სრულად დღემდე რომ შემოუღობავია ის ტერიტორიები, რაც ხდებოდა. მერე ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემა რო არის. ამ დროს მე რო გამომეკიდა 1000 ლარი დრო და მაჯარიმა იფიცება საქართველოს ფორმატზე, იმ სტიკერზე. ის კი არა, აგერ თქვენი პარტიის წევრები და თქვენი გუნდი რო აკრავდა, მათ შორის გენერალური ინსპექციას რომ მივმართეთ, ოფისებზე რო წარწერები გაგვიკეთეს და თავის საარჩევნო პლაკატებს კულტურულ ძეგლებზე რო აკეთებდა, იმის ჯარიმა გაეკეთებინა, კაცო. და მუნიციპალური ინსპექცია ამ ქალაქში არ მუშაობს. მერიამაც როგორი მუშაობა ვნახეთ. ამიტომ მადლობები კი არა, პრობლემებზე ვილაპარაკოთ, ადამიანებმა რომ რაც განიცადეს, იმაზე ვილაპარაკოთ და 4 დღე რომ მერიამ ტრანსპორტი ვერ აღადგინა ამ ქალაქში, იმაზე ვილაპარაკოთ და სპეცტექნიკა არ ვიყიდოთ კი არა, იმას ვეცადოთ რომ რამენაირად ვიყიდოთ და ესეთი რაღაცები არ მოხდეს. სირცხვილია იმის ლაპარაკი რომ სპეცტექნიკა არ ვიყიდოთ. ეხლა მე ჩავყავ აგერ ინტერვიუს და ვაჟა, რეგლამენტი ვაჟა. ლევან, რეგლამენტი დაიცა. ლევან არა, მე თვითონით მინდა მე ვაჟას მინდა უთხრა. ვაჟა. წითელი. წითელი ლენტები, გავლილი ვინა? დავით. ვიჩი. ლევან დოლიძე, გაგრძელე. ანუ დაახლოებით 2 დღეა სახში არის. შეიძლება ისა რა ქვია ბოდიშუმი არ უნდა გავწერდით. ლევან ბოდიშკი გეხვეწები. ანუ ერთი წუთი ვაჟა. არ შეიძლება ეხა მუნიციპალური ინსპექტორი ერთი წუთი შეიძლება. აგეგ მოაზეა. ერთი წუთი შეიძლება. ხო, სახში არა. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს არჩილ ჩიკოვანს იცნობ პირადად? არჩილ კონცელიძეს იცნობ ხო პირადად? არჩილ კონცელიძე 4 დღეა სახში არ მისულა. 4 დღის განმავლობაში ერთად გავარ ცენტრალურ ქუჩებზე და ვწმინდავ. შენ რომელი ქუჩა არის გაწმენდილი თუ გინდა მე დღეს სახში არ მისულა. არც ქუჩი და არც ქუჩით. ეხლა დღეს ჩემი მანქანით მე პირადად ჩაგისვა მანქანაში და ერთად მოვიაროთ ყველა ქუჩა. პირდაპირ გეუბნები დღეს აქედა. თუ გინდა ტელევიზიებიც გაქვთ. ვინც გინდა ის წამოიყვანე, ჩემი პირადი მანქანით მე და შენ უნდა წავიდეთ და ყველა ქუჩას გაჩვენე. ყველა ქუჩა. არა, მე და შენ წავიდეთ ტელევიზიებთან ერთად.
რატო ანუ ჩემთან ერთად რამე პირადული გაქვს ჩემთან პირადული არ მაგაცო მე და შენ ვართ ოპონენტები და შენთან ერთად სადურავია რომ უგადამრიო ვაჟა იმიტომ ვერ წახო შენი შენ გამონაკვამში ყველა იყო თქვი მე არა ინასორიდე გაწმენდილია სიმშიაშვილი გაწმენდილია აფხაშენებელი გაწმენდილია აბიძე გაწმენდილია იზაკი არა გაწმენდილია მათქო არა ხარ მე არა მათქო არა ხარ ბიჭო ჩაულებრი მათქო არა ხარ ვაჟა კარგი ერთი წუთით ბატონო ლევან არ ვიცი რა ინფორმაციას არა უპასე ინფორმაციას არა გევადებ სიტუაციასთან დაკავშირებით ავიდეთ ეხლა დავდეთ მაგალითად ეს აქ ხდომის მე დასწრე ხდომის აქ დღე არ ყოფილა ჯერ ხო ერთი ირაკი თავმჯდომარე რომანა არჩევანია ძალიან მიკავე ხავს ვაჟას ჩაკოლეგას რამეში გამოვეკაცო მაგრამ აი ეკრანზე მიადევნოს მოსახლეობა ჯალყური როგორი სახია ჩვენს კოლეგას ლევან დოლიძეს საერთოდ გამოუწინებელი თვალებით მოვიდა დღეს ადამიანი სხდომაზე და როგორი სახი აქვს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგას სითბოში ძალიან კარგად ისე გამოძინებული და მშვიდად არის მოსული. ლევან, ჩემი პატივისცემა შენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს ქალაქზე და აქ თუ არ თქვი, არ გამოფინე, რაღაცა ხმა არ მოიღედა, არ დაანახე ამ ხალხს, მაგრამ ბევრი ვერც იმას ხედავს, ისე ხო საქმის ჩუმად კეთება არ შეიძლება. მაინც და მაინც უნდა ახვდეთ ტელევიზიები და იკეთონ საკუთარი პიარი. მეტისთვის ლევანს შეხედეთ და შეხედეთ კიდე ბევრი ადამიანს, ვინც გემსახურებად თქვენ და ემსახურება ჩვენს ქალაქს. მართლა რა უბედურება, გთავაზობთ, გაყევით თუ მაგრები ხართ. გაყევით ლევანი გთავაზობთ, გამოვყევით და გაჩვენებთ რომელი ქუჩაა გაწმენდილი და რომელი არაო. სირცხვილია ნაგვისურნასთან რომ მანქანას გააჩერებ და მეტი შეგნება არ გაქვს რომ მანქანა მივიდეს იქ და ნაგავი გაწმინდოს რაზე ვილაპარაკოთ. მეტი შეგნება რო არ ექნება ადამიანს რომ ელემენტარულად თავი მოუკრას ნაგავს და ისე დატოვოს ნაგვისურნა ურნასთან რაზე ვილაპარაკოთ. ის რომ ელოდებიან რომ ვიღაცა მივა მთავრობის წარმომადგენელი და გაუწმინდავს სადარბაზო შესასვლელს ჯერ ჩვენ თავში ვეძებოთ, თორე ძალიან მარტივია სხვისგან თითის გაშვერა. ლევან კიდე ერთხელ გიდასტურებ ჩემს პატივისცემას, შენ ცხა აშკარა არის ხალხო აგერ ეკრანზე ნახეთ. ეკრან მე თავს ვარიდებ და არასდროს არ პასუხობ ვაჟას, მაგრამ შედარებისთვის ნახეთ ვაჟას გამოძინებული მშვიდის სახე და ნახეთ ლევანის სახე და ბევრი სხვა ადამიანის კიდე. მადლობა. ერთი წამი რა ვაჟა ზუსტად აცნებული ვარ ბატონი ვაჟა აქ მოვიდა და გააკეთა განცხადება იმისთვის რომ ეხსენები ამხელა შესავალი პირდაპირ თქვა რომ დამაჯარიმესო ამხელა შესავალი გააკეთა იმისთვის რომ ეხსენებიან მისი ჯარიმა მეც არაფერს არ ემსახურება მისი საკრებულოს ხდომებზე მოსვლადორი თუ შეიძლება ერთ შვიდად თუ შეიძლება და არ შემაწყვეტინო ვაჟა თუ შეიძლება მათქმევინე ერთი წამი არა როცა იყუები არ შეიძლება რომ ამას პასუხი არ გაიცეს სამუშაო ჯგუფიდან ჩართული ვარ როგორც გოჩა როგორც ლევანი პირველი კვეთიდან მეც მათ შორის არ გაჩერებულა დღისითაც და ღამითაც 24 საათი ბატონ არჩილთან და ყველა სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად 2 საათი ეძინა ადამიანებს ახლა რა როცა ეგეთ რაღაცას ამბობ არა უმადურობასთანა ხო ხვდები და ცოტა უნდა დააფასოს სხვისი შრომა რა არ შეიძლება ეს როცა ლენტებზე ლაპარაკობ ყველგან გაკრული იყო მაგრამ სხვათა შორის არავინ არ იცავდა გადიოდა ადამიანები იქ მაინც აღმაშენებაზე სტეფანო კაზოიძახი იქ ვიყავი მიმაგრებული და ვიცი სადაც იყო გაკრული და ადამიანები მაინც გადიოდნენ რა მითითებას ვაძლევთ პირდაპირ გამოსული ვიყავით მეც გამგეობა და ყველა რა როცა ეგეთ რაღაცას ამბობ არა ცოტა დაფიქრდი ახლა გეტყვი ერთ მაგალითს გუშინ მაგალითად როდესაც ყავდა სპეცტექნიკა გაგზავნილი აღმაშენებლის ქუჩაზე პატრულთან ერთად ჩავკეტეთ გზა მაგრამ მანქანების ნაკადი ხო ხდები ვერ გავაჩერეთ წარმოიდგინე პატრულთან ერთად მანქანების ნაკადი ვერ გავაჩერეთ დღისით იმიტომ მოხდა რომ ღამე იყო ეგ ადგილი გაწმენდილი ხო ხდები თოვლი რო დაიდო დღისით იმიტომ გადავწყვიტე რომ ძალიან ბევრი მანქანა დადიოდა ესეთი შემთხვევა იყო უამრავი მთელი ქალაქის ტერიტორიაზე როდესაც ამას ლაპარაკობ ერთი ქუჩა იყო 5 ჯერ მინიმუმ გაწმენდილი ღამით როცა ვამთავრებით სამუშაოს თოვდებოდა რა უნდა გაგვეკეთებინა ერთი მითხარი რა
აქ იყო არა ერთი სამი ბევრს გეტყვი ჯავახიშვილის ქუჩა მაგალითად რო დავიწყეთ პირველ ქუჩას ღამის 4 საათამდე მანქანების ნაკადი არ გაჩერებულა ბატონ არჩილთან ერთად ვიყავი და სხვა თანამშრომლებთან ერთად რა როცა ეგეთ რაღაცას ამბობ ცოტა დაფიქცი რა ჯავახიშვილის ქუჩაზე გათოვდა ეგრევე და დილით თოვლი იყო უკვე და როცა გამოდიხარ და ეხლა ესაც რაღაცებს ამბობ გული ყივა უბრალოდ იტყუები რა იგე და სვიშრომას არაფასებდა პატივისცემა ისწავლეს ხუების კოლეგების რა იგე აქ მოდიხარ და აი ჩათვალე რა გლანძღავ ყველას რა შენ გამოძინებული იყავი ღამის 5 საათზე და ჩვენ არცეც არ გვეცინა და ამიტომ ხო რა აი ზე არ მინახარ არსად გადმოსულიყავი და გენახე მოსულიყავი სოლიდარობა გამოგეხატარა ხვია თუ დაგვინახე თუ აღმაშენებელზე იყავი სად იყავი ეხლა რაღაცებს იტყუები აქ გამოდიხარ ვერ გავიგეო და ზოდა პატივისცემა ისავლე რა გამოდიხარ აქ და ადამიანებს ლანძღავ რა იმიტომ რომ რაღაცა ქულები დაიწერო როგორ შეიძლება ასე რა ზოდა თავს აკუთარ თავს ეცი პატივი რა მაინც ჩვენ თუ არ გვწევ პატივს ეგაა რა ყველაზე დიდი საშინელება რა შენი მხრიდან მოდიხარ და აქ ილანძღები შენგან მაგას ვერ მივიდებ რა ეხა შენი მისგან მიიღებ ვაჟა ჩემგან თუ მიიღებ პირდაპირ გეუნები იტყვილები მაშინ არავისგან არ გებულობ არაფერს საერთოდ და შენ ხარ ერთი ღმერთი და ჩვენ და ეს მოქალაქეები ვინც გადაყოლილი იყო 24 საათი ამ იმაზე არავინ არაფერს არ წარმოადგენს ლევან დავკრათ ახლა უპასუხო მთელი საათები ვაჟა დავიგებ всё უპასუხებ ძალიან გთხოვთ მე ვფიქრობ მაინც უფრო დაგეგმილი იყო არასწორად თორე არ იმუშავეთ ხო არ მithქვან სრულად არასწორად იყო დაგეგმილი პროცესი შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ ეგო რა ძალიან გთხოვთ მათქმევით. დღეში ხარ ვაჟა მართლა. ხოვნა აი რა ვაჟა, ასაკ მაინც გაიქონიცე. ვაჟა, რა გავია ბიჭო მართლა რა იქნა და? რა გჭირს? ვაჟა. გავიგე ვიხარე ბიჭო რა. 5-ის თუ 4-ის აგრებულოს დომა ადამიანი მოდის. კაი, всё, გადაადგილავ საკითხებზე არ რო რაღაცა აი რაღაც მოხდები რა. ვიწვევ. თენგო, ძალზე გვაკოკო მოდის რა ამ სიტყვის. თენგო ძალიან გთხოვ. აი რა ბოლო რა. მოთმინებასაც საზღვარია და ყველაფერს საზღვარია. ახლა მომისმინეთ, ყველამ ერთი წამით მოთოკეთ თავი რა, ძალიან გთხოვთ. ახლა ვიღავ გავიგეთ რა, ახლა ეს პროცესები აქვს ჩვეულებრივად დაწყებული რომ რაღაცა ილანწყოს და არ გინდა ვაჟა და ასულე. მართლა მე თვითონ მინდიას, გოჩას 14 ერთი წა გავიგე ახლა შენც უთხარი წაღან ბიჭო გაჩერდიო ხო ხარ დაძდევთ ერთმანეთს ვაჟა რა გჭირს მართლა რა ნაირად იქცევჭო კოლეგები ხართ თანაკალაკელები ხართ და გავიგე ოპოზიციები პარტიები მაგრამ ადამიანების მიმართ სიძულვილის ქონა რა უბედურებაა რა ერთი წამით 14 ადმინისტრაციული ხოა 14-ვე ადმინისტრაციულზე გაკეთებული იყო მინიშტაბები ქალაქ ბათუმის მერის არჩილ ჩიკოვანის ხელმძღვანელობით ჩართული ვიყავით ყველა ლოკაციურად უბნებზე 70-მდე ტექნიკა და მეტიც ვაჟა ნამდვილად იყო ყველა კერძო კომპანია რომ ყველა კერძო კომპანიას თხოვეთ და მოგცეს თავისი ტექნიკა ყველა კერძო კომპანია იყო ჩართული გვეხმარებოდა და ოპერატორების პრობლემა რო არ ყოფილიყო ჩვენ საკრებულოს წევრები და მერის თანამშრომლები დავყავდით ტრაქტორებს რომ ლოკაციები გვესწავლებინა პროსტა ვაშკაცურად გეუბნები ისეთ რამეზე ვილაპარაკებ რაც მართლა ბუნებაში არ იცი რა დილის 6 საათამდე ერთი წამი დილის 6 საათამდე თოვლი გავწმინდეთ წავედით რომ გამოგვეცვალა და დავსველდით დილის 9 საათზე რომ მივედით აი ჩემი თვალით ნანახს გეუბნები თითქოს არაფერი არ მომხდარა ისეთი მაღალი თოვლი იყო და ინტენსიურად თოვდა მე ამდენი წლის გავხდი ბათუმში ესეთი თოვლი არ მახსოვს მუნიციპალურ ტრანსპორტს რაც შეეხება ისევ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ხალხო მანქანები იყო ქუჩაში ავტობუსი ვერ გადაადგილდებოდა იქნებოდა საცობები იყო პრობლემები ან ავტობუსი ვერ მიდიოდა ისე ვერ აჩერებდა იმის გამო რომ ქალბატონმა ნინომ რო თქვა ფოტოებს რო გამოფენენ რომ აი სანდასუფლება არ მუშაობს სანდასუფლების ყველა ავტომობილს ჰქონდა დანა სპეციალური დაბმული და ხალხი თან დაგავსებდა თან მუშაობდა მართლა ძალიან მარტივია არის რაღაცები რაშიც პრობლემა გვაქვს და ვცდილობთ გამოვასწოროთ ადამიანები ვართ ხო ვინც მუშაობს ბუნებრივია შეცდომას ის უშვებს მაგრამ რა კარგია ლაპარაკი იცი ახლა დილით გამოხვალ და ლევანი არის მაჟორიტარი ძალიან რთულ უბანში
გაცილებით მაღალი თოვლია ლევანის უბანში ვიდრე ბათუმში, იმიტომ რომ შემოერთებულია და იქ ცოტა სხვა სტატისტიკურად სხვა მონაცემებია. გზა არ არის ისეთი ფართო, სამუშაოდ ტრაქტორი რამდენ ადგილას მივიყვანდა ფიზიკურად ვერ შევიდა ეს თანახო უნდა მიიტანოს რაღაცა მიხაროს. იქ რაღაცებს აზიანებ, ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაო, ვიღაცის ავტომობილია. ნამდვილად გეუბნებით რომ რაც იყო 30-მდე ოჯახს რასაც პრობლემა ჰქონდა, ყველა იყო აღმოფხვრილი, ცხელი ხაზი მუშაობდა და მერიაში არ შემოსულა კი არა იმაში რა ქვია სახლში. კაცი გასულია დილდაშუა და რაღაცა სიტყვებს დაძლებთ და მანქან არა ვაჟა ახლა მომისმინე. ანუ უკვე 45 წუთია ვზივართ და ვაჟას უხსნით რა კარგად მუშაობს. ხო არ გადა? ვაჟა, მოდი რა ვქნათ იცი? მოდი რა ვქნათ? პოლიტიკურად ამბიციური კაცი რო ხარ. თუ ოდესმე მოხვედი ხელისუფლებაში, შენი ამბავ არა მომისმინე რა? შენ დაგეგმე კარგად და მე ჩვენ ვიტყვით რომ კარგად დაგეგმევ, განსხვავება იქნება ეს. მაგრამ მაგ ჭკვით ვაჟა შორს ვერ გავფრინდებით. მაგრამ თან ვაჟე დავების ბებო, საერთოდ ვაჟასგან ვერ მივიდა გამოსული. სადიო რომ მეუბნებოდით დათო არ მიდიოდა, იმიტომ რომ თავის მოქალაქეობრივ ვალსი ხდიდა. მე ვარ წავალო თქვენ რო აქ რო ხართო ადამიანურად. და რაღაცები უნდა დავინახოთ მართლა ადამიანურად და ასე არ შეიძლება ერთი მიდგომით ყველას და ყველაფერს ხაზი გადაუსვათ. მე უნდა წავიდე და ვიტყვი ორ სიტყვას და წავალ კაცო, ორი სიტყვით წავალ. წადი არა, ვერ გადის. ნატალია შემაწყვეტინეთ და მომისმინეთ, შევთანხმდეთ, რომ ნამდვილად ყველას გული გტკივა ჩვენ ქალაქზე, ჩვენ სამშობლოზე და ვამტკიცებთ ორივე მხარე ამ გულის ტკივილს და დიდ სიყვარულს, ხო? რა გვიშლის ხელს რომ ერთად გავერთიანდეთ და გვერდიგვერდ ვებრძოლოთ სტიქიის დროს მაინც ამ სტიქიურ ამბებს და უბედურების და ტრაგედიის დროს იმ ტრაგედიას და თუნდაც ოჯახს დავუდგეთ გვერდით ყოველგვარი რაღაცა საშინელი ინფორმაცია. ვაჟა, შენ დღეს რაც თქვი არა ვაჟა, არა, ჯერა რომ შენ დადიოდი ვაჟა, შენ ბიჭო მაზოხი, შენ მაზოხისტი ხო არ ხარ? რა სიცხვილზე მელაპარაკები ვაჟა? რომელ სიცხვილზე მელაპარაკები ბიჭო? პარტიას წარმოადგენენ, რომელიც ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, ყველას აბსოლუტურად კიდევ ერთხელ მანეთს აძლევს, მანეს რუსულს და ნაშოვს. მერე აცართლებს, თუ არა და სახლიდან აგდებს. ჯო არა ჭუყებია გული არასდროს და ეხლა აგიჭუხდა გული, მთელი ჯარი, სამაშველოები, ბათუმი, მუნიციპალიტეტი ჩართულია ყველაში და ყველაფერში და ეხლა ვზივარ და უხსნით, ვაჟას რა კარგად მუშაობ. ხო არ გადაო? გადადი სხვა საკითხებზე ირაკლი რა. მაზოხისტია შენ ზობას მიცავა. გადავდივართ საკრებულოს აპარატს თხოვ გაკეთებულ განცხადებებზე უზრუნველყოს თან მერიაში გადაგზავნოს რაც არის რეალურად არაფერი არ ყოფილა ეს. ამიტომ სანამ ირაკლი ორი სიტყვით და გავდივარ რა, გავდივარ. შემწვიდე სიტყვა რომ მივხვდი შემწვიდე და ძალიან ხო შეწვიდე შენ სიტყვა და წავალ კაცო მივდივარ. მე სიტყვაზე ეყობა რა მევიდა. ა პრინციპის საკითხია უკვე რა. ხუთი წამი მიდა სიტყვის საქმე რა, ხალხო რა მოდივიდა რაში. ხუჩერ მოგეცივა შეხსა. ხუჩერა რა იქ მომეცი რა სიტყვაზე წავალ. ხუთი წამი მინდა კაცო. აი ხუთი წამი გისმენ არა მე რაც გითხარით ეს იყო ყოველდღიური ამბავი და ისეთ სამარცხვინო განცხადებებს, რასაც კოლეგები აკეთებენ, რო არიციან და ისეთ და აკეთებენ პრეტენზიები. ამიტომ აქეთ მაგას არ მივიღება. უზრდელი ვინაა, ჩანაწერს მინდია მოусმინე. ჩანაწერს მოусმინე ამ ხტომის და უზრდელები მოიკითხე შენს გუნდში, რომლებმაც აქ რაღაცები იკადრეს. მადლობა. აილახები ეს იდეა, ეურები. უიმუძრები რასია დავიღალდები. იდეა, შენი აქციელების გამო. მაგი მარტია არ ვაჟა, თავისუფალი ხარ, მადლობა. მაგი მადლია რომ
თქვენ უსმენთ ბათუმის საკრებულოზე პოლიტიკური განცხადებებზე უკვე დასრულდა ეს პოლიტიკური განცხადებები და საკრებულო გადავიდა დღის წესრიგზე პროტესტის ნიშნად კი ლელოს წევრი ვაჟა დარჩია ტოვებს საკრებულოს ხდომას. მოდით მოусმინოთ მას დამატებით კიდევ რა აქვს სათქმელი. თქვენ როგორც ხედავდით საკრებულოს ხდომაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირება საკმაოდ მწვავე კამათით და ეს ყველაფერი ეხებოდა დიდთოვლობას ბათუმში, რომლის შედეგადაც არაერთი პრობლემა გაჩნდა ამ ქალაქში. ვაჟა, დამატებით რის თქმა შეგიძლიათ რომ გითხრათ რა ნახა დღეს საზოგადოებამ ბათუმის საკრებულოს ხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მადლობა მოვისმინეთ ამ ხდომაზე. დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით მადლობას უხდიდნენ ქალაქის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ ქუჩები ოპერატიულად იწმინდებოდაო, როგორც თავად თქვეს. თუმცა ქალაქში ხალხი ეძებდა და ვერ პოულობდა მძიმე ტექნიკას, ხო? მოკლედ ხმაური იყო ხდომაზე, თქვენ აცხადებდით რომ არ იყო დაგეგმილი სამუშაოები და ვერ იმუშავეს, არ გაიწმინდა ქალაქის ქუჩები, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატები ირწმუნებოდნენ, რომ ყველგან იყო გზა გაწმენდილი თითქმის და დიდთოვლობა ართულებდა ამ სამუშაოებს და მოგიწოდეს რომ გაყოლოდით თან. რა მდგომარეობა იყო ქალაქში და მოკლედ თქვენ განცხადება. ის ტიკი რაც დღეს და ამ ბოლო დღეებში ბათუმს თავს და მერის მხრიდან რომ არასწორად დაგეგმილი იყო, მე ამაზე ვილაპარაკე, მათ შორის თქვი ფაქტები, მათ შორის ლაივები, ტელევიზიები, ადამიანები, ვინც ფიზიკურად იყვნენ ჩართული, ჩვენ ხედავდით მათი მხრიდან, რომ გაწმენდით სამუშაოები სწორად არ იყო წარმართული, ვისაუბრე რომ არ იყო უსაფრთხოების ლენტები, თითქმის ქალაქში ფაქტობრივად არ არსებობდა, რამდენიმე ადგილს თუ არ ჩავთვლით ისიც კონკრეტული ადამიანების მიერ გაკეთებულს, ამ ყველაფერზე ვისაუბრე და აქ დაიყარა რევერანსები, მადლობები, რისი მადლობები არ ვიცი. სპეცტექნიკას ვერ ვიყიდითო, საკრებულოს წევრი როცა ლაპარაკობს, ეხლა ეს არის სამადლობელი და არასწორად დაგეგმეთ კოროვეუნები, ეს არ არის თურმე სწორი და დიახ, სპეცტექნიკას უნდა ვიყიდოთ და ჩიქოვანმა 40,000 ლარად სანდასუფთავების ბიუჯეტით ახალი ელანტრაკი არ უნდა იყიდოს, სპეცტექნიკა უნდა იყიდოს, რომელიც შეიძლება 3 წელიწადში ან 4 წელიწადში ერთხელ დაჭირდეს და ეს არის სწორი მიდგომა, თორე ის კი არა რომ საკუთარი მანქანები და მაღალი გამოვლობის მანქანებით ვიაროთ და მოსახლეობას 4 დღე ავტობუსის საშუალება არ ქონდა მართლა და რაზე ვლაპარაკობთ, არავისთვის არ გამოუცხადებია ეს 4 თუ 5 დღე უკმედგეთ და ადამიანები სამსახურში ვერ ახერხებდნენ მისვლას იმის გამო რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ იყო ქალაქში და რაღაცა ამაყად და მადლობებით ვიწყებთ ხდომებს და ეს არ არის ანგარიშვალდებულება და ეს არ არის მოქალაქეებზე ზრუნვა, რასაც უნდა აკეთებდეს ეს საკრებულო და ამ დროს არიან მართლა უზრდელები, არაფერი. რამდენიმე ჩემმა კოლეგამ დღეს რაც იკადრა მოსახლეობას მოუწოდებ რომ გადაახვიონ დღევანდელი ხდომის ვიდეო და ნახონ, იმიტომ რომ რამდენიმე ჩემი კოლეგა ყველანაირ ზღვარს არის გადამწარი, როგორც ადამიანურ, ქალაქურ, ასევე საქმიან ურთიერთობებში. ბატონო ვაჟა, გაილახებითო ერთ-ერთმა დეპუტატმა მოგაძახა თქვენ. თვლით თუ არა ეს არის მუქარა? არ ვიცი რა არის, თუმცა ღმერთმა დამიფაროს, მე ამ ქალაქში ისეთ საქციელებს ჩავდიოდე, რომ ვიღაცეები მლახავდნენ, ეს დაგვიდასტურებია არაერთ ადამიანს ჩვენი ცხოვრებით და ჩვენი საქმით და ეხლა. თუმცა ეს რეპლიკა როგორ აღიქვით თქვენ? ეხლა მე არ უყურებ სერიოზულად ადამიანს, რომელსაც ევალება ის, რომ ყველა ხდომაზე მე ოპონირება გამიწიოს. ვერ შევხედავ ამას სერიოზულად, იმიტომ რომ ეს არ არის სერიოზული და ეს არის საქმიანი მიდგომა და ეხლა ნახოთ კაცო გააკეთონ და იფიქრონ მაგაზე და ნახოთ რა შედეგი დადგება. მე ამას ყველაფერს სერიოზულად გაახურე საქმე ეს და მსგავს დამოკიდებულებას არ შეიძლება სერიოზულად უყურებთ. მადლობა. ვაჟა დარჩიას უსმენდით თქვენ ლელო საქართველოდან. ეს იყო განცხადებები, პოლიტიკური განცხადებები, რასაც თქვენ ისმენდით ბათუმის საკრებულოს ხდომაზე. ამ წუთებში კი ბათუმის საკრებულო გადავიდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და ტრადიციისამებრ ეს საკრებულოს ხდომა დაახლოებით რამდენიმე წუთში დასრულდება მიუხედავად მოცულობითი საკითხებისა, რადგან მარტო დარჩენილი ქართული ოცნება ძირითადად არსვამს საკრებულოს ხდომაზე გატანილ შეკითხვებს, უბრალოდ საკითხებზე კითხვებს და მათ არ აქვთ, ასე ვთქვათ, კრიტიკა შენიშვნა და სწორედ ამიტომ რამდენიმე წუთში ისინი ყველა მათგანს ხარს დაუჭერენ და დადებითად განაცხადნენ იმ საკითხებს, რაც არის დღეს საკრებულოს ხდომაზე წარდგენილი. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს გემშვიდობებით. მადლობა ნდობისთვის.